აი ბიჭო, პირველივე ბუდე უკვე ამ სიღრმეზეა. მგონი არაფერი არ არის თუ ეს რა არის. რაღაც ბუმბულია. ვოო! ხუთი კვერცხია აგროვებს ჯერ. ფრინველის დაფრთხობის შემდეგ კვერცხები უნდა დავმალოთ, რათა შემოჩნეველი იყოს სხვა ფრინველებისთვის. დაახლოებით 1.5 საათში, მაქსიმუმ 2 საათში ბრუნდებიან ფრინველები და აგრძელებენ ინკუბაციას. ეს პერიოდი უსაფრთხოა კვერცხებისთვის. ეხა იწყებს ბუდობას. გამომდინარე იქიდან, რომ წელს საკმაოდ გვიანი წელია. მსგავსად კარიელების, კარიელი ხულიც ძირითადად გვიანი წლები ბუდობას. აი ქონდა კიდევ ერთი, რომელიც არ ჩანს. წყალმოდაფარა ან უბრალოდ ტალღებმა გადააგდეს, როგორც ეს წინა შემთხვევაში გქონდა. თუმცა იქ დამოვიწყდა ვიდეო გადამიღო. ხო, წეღან ნახსენები კვერცხებისთვის უსაფრთხოა მდედრის დატოვება დაახლოებით 2 საათით, რომ განმარტოთ ყოველდღიურად მდედრები ბუდეს ტოვებენ დაახლოებით 2 საათით გამოკვებისთვის. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ მათ ვნახულობთ ბუდეზე,
აფრთხობთ შეუძლია ვთქვათ ესე, თუმცა ამას თავისი გამომართლებელი მიზნები აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ მოვქმედებთ ბუდეზე. და ამ პერიოდს ისინი იყენებენ საკვებად და შემდეგ ბრუნდებიან ბუდეზე. წავართ ახლა შევამოწმოთ შემდეგ ბუდეს. კი, იგივე სურათი გვაქვს წყლის დინებამ. გადააგდო ჩვენი საბუდარი. ალბათ ტყავებმა. მოგვიანებით დაუბრუნდებით. შევაკეთებთ სამმავლო წლისთვის. თუ ვიმსჯელებთ მისი მიმართულებით, ქარი ძირითადად სამხრეთ-დასავლეთიდან გვაქვს ხანჩალზე. ცოტა ქარი გაძლიერდა. ძალიან მახსენე რომ ძირითადად სამხრეთ-დასავლეთიდან ქრის ქარი, თუმცა ამჟამად გვაქვს აღმოსავლეთის ბოლო ბუდე ხანჩალის ტბისთვის, სადაც გვაქვს ასეთი სურათი. თუ დააკვირდებით და შეამჩნევთ, აქაც დაწყებულია ბუდის მშენებლობა და მალე კვერცხებიც გვექნება და ცოტა მოგვიანებით ამ ბუდეში გამოჩეკილი ბარტყებით. ამ მომენტისთვის ხანჩალის ტბაზე დაყენებული 6 ბუდედან ბუდე ასე ვთქვათ დაზიანდა ტალღების მიერ ჩვენი მიზეზი, ჩვენი ბრალეულობით, რადგან ვერ გავთვალეთ წყლის დონის სიმაღლის მატება. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს ასევე გვაქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე წყალბჭარბი წელიწადი, დიდი ზამთარი ჰქონდა, წყალიც ბევრია და აქედან გამომდინარე მოგვივიდა, შეიძლება ითქვას ეს პატარა შეცდომა. თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია, მომავალი წინ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ შემდგომ წლებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთობა, მხარს დაუჭერს ამ საქმეს და ჯავახეთში მომხდარი წყალმცურავების რიცხვი ბევრად გაიზრდება. რაც შეეხება წარმატებულ ბუდეებს, როგორც აღნიშნეთ, გვქონდა ჯამში 6 ბუდე და აქედან დაგვრჩა აი ეს 4 ბუდე. ერთ-ერთთან ახლა ვიმყოფები და მე-4 არის შედარებით აპირთან ორში უკვე ერთში დაწყებულია ინკუბაცია, ორში გვაქვს კვერცხები, ერთში დაწყებულია ინკუბაცია, ერთში კვერცხის დების პროცესია, 5 კვერცხი აქვს. ერთში უკვე მზად არის კვერცხების დასადებად და ხოლო აი ამაში, რომელიც ყველაზე მაღლა მდგომი ბუდეა, დღეისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხველეთზე დავაყენეთ. ახლა იწყებს ბუდის, ასე ვთქვათ, გამართვას. ლამაზი ამპულის თით და ემშვიდობებით შემდგომი გვექნება ბუღდაშენის ტბა.
ახლა ვნახოთ ჩვენი პირველი ბუდე. ბუღდაშენის ტბიდან, სადაც თქვენ ჩავხდე ვიდეო და მოსვლისას დავაფრთხე ბუდეზე მჯდომი. აგერ თუ მიხვდებით, მისი კვერცხებია. ეს კვერცხები გახლავთ მელოტასი 2, 4, 5, 6. ნახვის შემდგომ ჩვენ მას დავფარავთ არსებული მცენარეულობით, და შეუმჩნეველი იყოს ის სხვა ფრინველებისთვის. გარეული იხვი. ჩანს მელოტამ დაიწყო, თუმცა ეხუმა ართვა. მარტო ვარ და მიჭირს თან ვიდეოს გადაღება. თან წინსვლა. თუმცა აქედან არაფერი არ ჩანს ამ ბუდეში. ეს არის მეოთხე ბუდე. წავიდეთ, ვნახოთ. ესეც დაკავების გავს. გამასწრო. მელოტა დასახლებულა. ასეთი ამაზე ადგილზე ვართ. ბუღდაშენის ტბაზე. და არ ვიცი. ეს ყველაფერი აქ რატო უნდა დააგდო და აი ეს ხედი. აუშნო. არ ვიცი. ვარაუდოთ აქ მელოტამ დაიწყო ბუდის კეთება. კიდე რომ ეს
ტენიანი მინდური იყო. თუმცა წყალმა უკვე დაიწყო კლება. დიდი ალბათობით მიატოვა, რადგან ხმელეთის ცხოველებისთვის ეს ადვილად ხელმისაწვდომია და ვერ დასთვის ნაკლებად უსაფრთხო. თუმცა აგერ ჩვენი ბუდეები მათ წელს კარგ თავშესაფარს პირდება. ბუღდაშენის ტბაზე დაყენებული 4 ბუდიდან 4-ვე დაკავებულია. კვერცხები დევს ზიანფრინველები. კრუხად ინკუბაცია დაწყებულია. 3 შემთხვევაში ყავს მელოტა, ხოლო 1 შემთხვევაში ყავს გარეული იხვი. ეს არის რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიკავეს ჩვალებმა, მანამდე ბუდობდნენ რამდენიმე ეს ხე იყო ცოცხალი, რომელზეც ამის მუჩები მსგავსი ბალახით და შესაბამისად ამ კუნძულზე ბუდობდნენ გარეული იხვები. ქოჩორი ყვინთიები, წითელთავა-ყვინთიები. თუმცა ჩვალების გამოჩენის და მათი პოპულაციის გარდაშლილმა ეს კუნძული იხვებისთვის გამოუსადეგარი გახდა და დაახლოებით შემდგომი 5-10 წელი ასე იქნება, მანამ სანამ არ მიატოვებენ ჩვენები ამ კუნძულს და ახლიდან არ აღდგება ბალახსაფარველი და შემდგომ უკვე იხვებს არ მიეცემა საშუალება იქ დამალვის და ბუდობის. მართალია დრომ და მზე შეჭამა წარწერები. თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ჩვენ ვიმყოფებით მადადაფის ტბაზე და უნდა შევამოწმოთ აგერ ფანჯრიდან მოჩანს ჩვენს მიერ თოვლში დაყენებული ბუდეები. აი ასეთი სვეტი გვაქვს ახლა. აგერ ბიჭებო, სადაც თოვლი იყო მაშინ, აი გზა სულ წყალშია. ერთი ბუდე და ცოტა ნაშორებით მეორე მოჩანს და ორივე აქ სიმაღლეზეა, თუ დაკავებულია. ბედნიერი მომენტი სამოდიხარ და იხვი გამოდის. აი, ჯერ ერთი კვერცხი აქ. ეხლა იწყებს. აგერ შევამოწმებთ მეორეს, შემდეგ მესამეს, მეოთხეს და მეხუთეს. ეს ჩემი ტრანსპორტი. Царь Илья. Черчеровит.
რაც მოხდა ეს აშკარად. გაგიტყუს. Chance. Karma. Გააღრევინა. აი შევაკეთოთ. ამ წყალ მცენარეებით სახელდახელით შევაკეთეთ ჩვენი ბუდე. რადგან ქარს გახქონდა ბალახი, ესე გადაუღუნე და ამავდროულად გავითვალისწინებთ. შევფუთეთ კვერცხები. ზეცა შეხსნია ღილი გვიან დავიწყე ლოცვა მთელი არსება ჩემი გულში გიტევს და გლოცავს თუნს პატარა ხარ გული გაქვს უსასყიდლო წმინდა და ლოცვილია შენი მიროცხებული მიწა მარგალიტები წვიმის ხანას კიდია წვეთად მე ქართველი ვარ ღმერთმა ასე მარგუნა ბედად ზეცაში შევყოფ ხელებს და მზის პასიანს გავშლი გული დაიწყებს ლოცვას უწამლებს ნერვებს აშლილს თეთრალიონზე მზის ხივს ღრუბლის აუბამაფრას ჩაუსაფრდები მთვარეს მოუპარავთ სისხლის ვარსკვლავს მთელი არსება ჩემი გულში გიტევს და გლოცავს მიყვარხარ რა უქნა თუკი გვიან დავიწყე ლოცვა ზეცა შეხსნია ღილი გვიან დავიწყე ლოცვა მთელი არსება ჩემი გულში გიტევს და გლოცავს